გამარჯობა. დღეს სტივენ კინგის ერთ-ერთ ყველაზე ბნელ რომანში სასოწარკვეთაში ჩავიხედოთ ერთად. შენგან მივიღეთ შეჯამებები, პერსონაჟების ანალიზი, კრიტიკაც მოკლედ ბევრი მასალაა. კი, ბეტონო. ხო და ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ყველაფრიდან თავარი გამოვყოთ, რომ სწრაფად გაერკვე რა ხდება ამ ისტორიაში. წარმოიდგინე, ნევადის გზატკეცილი, 40, ამერიკის ყველაზე მარტოსული გზა. ხო, იდეალური დასაწყისია საშინელობისთვის, არა? ზუსტად. და აი აქ პიტერ და მერი ჯექსონების მოგზაურობა, კოშმარად იქცევა. კი, და პირველივე სცენა ის მკვდარი კატა ნიშანზე. ეგრევე განწყობას ქმნის, ხო? თითქოს გაფრთხილებაა. მართალია. და შენს მასალებშიც კარგად ჩანდა ქალაქი, სასოწარკვეთა, ეს არაუროლოდ ადგილი. ესა რაღაც ბუდე ბოროტების. ხო. და ეს ბოროტება კონკრეტულ სახეს იღებს, კოლი ენტრაგიანი, ადგილობრივი პოლიციელი. ოღონდ, მალევე ხვდები, რომ ადამიანი აღარა. კი, რაღაც სხვა, რაღაც შემზარავი, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება პირველივე წუთებიდან. აი ეგა, ტოტალური შიში და კონტროლი. მართალია. და მერე ამ კოშმარში სხვებიც ერთვებიან. აი მაგალითად კარვერების ოჯახი. ისედაც ტრაგედიის პირისპირ დგანან, შვილი დაკარგეს და. ხო, და ამ ფონზე მათი მეორე შვილი, დეივიდი, პატარა ბიჭი. აი დეივიდი, ხო. რაღაცნაირად მოულოდნელად რწმენის სიმბოლო ხდება. საოცარია? კი, ნამდვილად. და მერე ჯონი მარინილი, ოდესღაც ცნობილი მწერალი. ხო, ახლა მოტოციკლით დადის, საკუთარ თავს ეძებს, წარსულს ებრძვის, დამოკიდებულებებს, გამოსყიდვასაც ალბათ. სავარაუდოდ კი. თავისი შინაგანი დემონები ყავს ნამდვილად. და არ დაგვავიწყდეს სტივ ეიმსი, ჯონის ასისტენტი. და სინთია სმიტი, ავტოსტოპერი. ხო, ისინი საერთოდ შემთხვევით ხვდებიან ამ ქაოსში. რაც აქ ძალიან საინტერესოა და შენს მასალებშიც კარგად ჩანს ესაა, აი როგორ კვეთს ეს ზებუნებრივი ბოროტება, ეს ტაკი, ადამიანურ სისუსტეებს. ანუ, მარტო სხეულებს კი არ იპყრობს. არა. იყვებება შიშით, დანაშაულის გრძნობით, ძველი ტრავმებით, ყველაფრით. თითქოს, იყენებს ამ ყველაფერს. ხო, გასაგებია, პერსონაჟების ბრძოლა ორმაგია, ფიზიკური გადარჩენაც და შინაგანი ბრძოლაც, არა? ზუსტად. მერის წარსული, რალფის მცდელობა, დაიცვას ოჯახი, ჯონის ცინიზმი, ეს ყველაფერი ტაკის ფონზე კიდევ უფრო მძაფრდება. აქ მართლა საინტერესო ხდება. და ეს ბრძოლა წინა პლანზე წევს თემებს, მაგალითად, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ენტრაგიანი ტაკი ამის განსახიერებაა. კი ბატონო. მერე რწმენის თემა, დევიდ კარვერი, მისი ისეთი ბავშვური, მაგრამ ურყვევი რწმენა კრიზისის დროს. შენს წყაროებშიც ეწერა, როგორი კონტრასტულია ეს ჯონის ეჭვებთან. ზუსტად. და ამასთან ადამიანური კავშირების მნიშვნელობა. როგორ ცდილობს ეს პატარა ჯგუფი, რომ ერთად დადგეს. ხანდახან იძულებით, მაგრამ მაინც. ხო, სხვა გზა არ არის ალბათ. ეგრეა, ურთიერთდახმარება გადარჩენის ერთადერთი გზა ხდება. და კიდევ ისტორიის სიმძიმე. ქალაქის წარსული. ჩინელი მაღაროელების ისტორია, ხო? ტომ ბილინგსლი რო ყვება. დიახ. ის ამბავი როგორ დაიღუპნენ იმ მაღაროში, საიდანაც მერე ტაკი გამოდის. ეს უბრალოდ ფონი არაა. ესაა მინიშნება, რომ ეს ბოროტება რაღაც დონეზე ამ მივიწყებული ცოდვებითაც იკვებება. ანუ წარსული აწმყოზე მოქმედებს პირდაპირ. ზოგიერთ მიმოხილვაში ეწერა, რომ ეს ქალაქის წყველაა თითქოს. კი, შეიძლება ასეც ითქვას. თითქოს წარსულის ტრაგედია აწმყოს სისასტიკეს ასაზრდოებს. და შენს ჩანაწერებშიც იყო ხაზგასმული, თუ როგორ განსხვავებულად რეაგირებენ პერსონაჟები, არა? ზოგი იკეტება? ხო, ზოგი ბრაზდება, ზოგი კი რწმენას პოულობს. დიახ, და სწორედ ეს მრავალფეროვნება ხდის ამბავს დამაჯერებელს, მიუხედავად იმისა, რომ ზებუნებრივზეა საუბარი. მაშ რას ნიშნავს ეს ყველაფერი შენთვის? კარგი კითხვა. ერთი მხრივ წარმოუდგენელი სისასტიკე, ტაკი და მისი მარიონეტები. და მეორე მხრივ საოცარი გამძლეობა, სიმამაცე, თავგანწირვაც კი, რასაც გადარჩენილები აჩვენებენ. კი, ეგ მართალია. თუ უფრო ფართოდ შევხედავთ, კინგი გვაფიქრებინებს ბოროტების ბუნებაზე. რა არის ის? გარეგანი ძალა, რომელიც შემოიჭრა, თუ ჩვენშივე არსებული სისუსტეების შიშების ანარეკლია. ან იქნებ ორივე ერთად? შესაძლოა. და რა გვაძლევს ძალას ასეთ დროს? რწმენა,
სიყვარული, ადამიანური კავშირები, თუ უბრალოდ გადარჩენის ინსტინქტი? და ბოლოს, ერთი კითხვა დავსვათ შენთვის, რომელიც ამ განხილვიდან და შენივე მასალებიდან მოდის. აი, ამ ისტორიაში რა უფრო შემზარავია რეალურად? საინტერესოა. ზებუნებრივი მონსტრი, ტაკი, რომელიც ქალაქს დაეპატრონა, თუ ადამიანური სისასტიკე, მორალური სისუსტეები, ისტორიული ტრავმები, რომლებიც ამ ბოროტებას, ესე იგი ნიადაგს უქმნიან და გზას უხსნიან. ხო, ეს კითხვა ნამდვილად რჩება. ალბათ ეს ის კითხვა, რომელზე ფიქრიც ამ ამბის დეტალური განხილვის შემდეგაც დიდხანს გაგვყვება.